ზუთხის თავები დამიგროვდა მაცივარში მეგობრებო. ამდენი ხანია ზუძონ ვამზადებდი, თავებს და კუდებს ვინახავდი. ეხა გადავწყვიტე სახში მოვხარშო ესეთი სახლური უხა. პირველ რიგში დავდოთ ქვაბით წყალი, რომ ადუღდეს, დავუმატოთ შავი პილპილის მარცვლები, სურნელოვანი პილპილის მარცვლები და დაფნის ფოტოლი, ესე რომ წყალთან ერთად მოიხარშოს. ცოტ-ცოტა ყველაფერი წყალი რომ ადუღდება, მერე მაგალითად მე ესე ვაკეთებ, თქვენ როგორ აკეთებ დაწერეთ კომენტარებში. ვამატებ მარილს და ვიზიგას. ვიზიგა უფრო წებოვანი და გემრიელს ხდის ბულიონს, ნახარს. მერე ვამატებ თევზის თავებს, ხორცს და ხარშავ კარგად. რაც ეხება ზუთ ყიდულობ მეგობრებო, ფიშ ონში. გვერდი იქნება დათაგული კომენტარებში, საუკეთესო ხარისხის თევზი აქვს, კილოგრამს 35 ლარი, თევზს არ აქვს არანაირი გემოს, ზედმეტი. მოხარშული თევზი უკვე თავები გადავიტანოთ ცალკე ჯამზე, რომ შეგრილდება, შეგვიძლია ესე ხორცი ამოვაცალოთ, მოვაშოროთ ყველაფერი ზედმეტი, რაც აქვს. ეხლა თევზის ნახარში დავუმატოთ ხახვი, აი ეს მდიდება დაჭრილი, სტაფილო, ზოგი ამატებს, ზოგი არ ამატებს უხას, მე მაგალითად ვამატებ და მეტად არომატული გამოდის. და კარტოფილი, ცოტა რომ მოიხარშება კარტოფილი, აი ეს უკვე თევზის ხორცი გადავიტანოთ უკან, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მზად არის, შეგვიძლია გემრიელად მივირთვათ. დამიჯერეთ ძალიან გემრიელი გამოდის. რაც ეხება თევზს, კიდევ გაგიმეორეთ, ფიშ ონში ვყიდულობ 35 ლარად მე ზუთხს.